საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის. ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. ღმერთნი სამეხართ და შვილნი მაღლისანი. უფალმა ადამიანი შექმნა განხრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთისწინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივე აღემატება. ბუნებრივია ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთისრწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე. საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განხრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა. თუმცა ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა. ადამმა და ევამ გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო ედემიდან განიდევნენ და 60 გარეთ ცხოვრება დაიწყეს. მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთისნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამამთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმინდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხსნელის მოვლენების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა. დიდება და მადლობა შენ და უფალო, შენ და მიმოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო. როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა? მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით საყოველთაო აღწერისათვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი. ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ მისი წარმოდგენით ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში 14,000 ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა. განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა. რა იყო ამის მიზეზი? პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ. მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნი და სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას. უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით. ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.
მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დაძლევდა ამ სოფლის ბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათ და მის შიშს, რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას პოვებდნენ მასში. და რატომ დაიბადა იგი ამ დროს? მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, საჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა, დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები. იოანე ნათლისმცემელი, 12 მოციქული, 70 მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, 3000 და შემდეგ 5000 ებრაელი ერთ დღეს რომ მოინათლნენ. ღვთის შეწევნით ამ ქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს. დიდება და მადლობა შენ და უფალო ძალთაო, ყოვლის სამყრობელო, დიდება და მადლობა თქვენ და ყოველნო წმიდანო ღვთისანო. შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს. შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში ჰქონდეს დიდი წარმატება. იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი. მაგრამ თუ შენ საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი. როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ, არ უნდა დაგვაბრმაოს არაფერმა, მით უმეტეს ჩვენმა ამ ქვეყნიურმა წარმატებამ, ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ გულის კაცს, სინდის. გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური მე. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივახციეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განხრთობის ხელშემწყობი. ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის თანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო. ღმერთი სულია და მის დამით აყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა. ბრძანებს სახარება. ეს არის უმთავრესი საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა. დღეს სამწუხაროდ ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილის წამების, სიცროის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბად საქმედ ითვლება. ვიდრე ჩვენ ცხოვრობთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ მეს ესიამოვნება,
უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე. თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს. ვაღებთ რა ახალი წლის კარს. ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება. თავარი აქ გქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი. მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის. მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვის. რადგან თუ სულიერად გამჭვრეთთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა. ასე რომ ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენს წვრთნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს. ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას. ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს, შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან. ასე რომ ზომიერება გვმართებს. ექიმთა რჩევასაც უნდა დავოგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთისმცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენ საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს და მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმინდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება. ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს, ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე. განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 7 იანვარი 2021 წელი.